Zато შეიძლება და მარი რას მიგე დათო რა მინდა გთხოვ შე მე რა ხარ ცოტა კარგად ხო იცი მე რა უნდა გთხოვ ერთ თოფის მეტი არაფერი არ მაბადი თოფი უნდა მათო რა თქმა უნდა თოფი ო სამინისტროდან მივდივარ სანადიროზე ატყდება იქ ერთი ამბავი ჭუჭახ რაღაცა უთოფოთ ხო არ წავალ დათუჩა სირცხვილია სან მიდიხარ სანადირო მამკოდის ტყეში დათვზე ბიო მამკოდის ტყეში დათვლა უნდა მე მგონი მაგათ არივასები და მიყავხარ ეხლა დაკარგავენ იქ და გაიხარა შედანადირობა მე ხუმრები თუ როგორ შენ არიცი მე როგორი მონადირე მარიკულა მე ხო მაგარი მონადირე ვარ არა ესე ირა გახსოვს მე რომ სანადირო დავდიოდი ვერაფერს ვერ ვყავდი და შენ რომ დამცინოდი კიდე შეცეგი დღეს ჩავარდი რა მიდირა დაჯექი სახში იყავი დათქვი ცხოვრებით ეხლა გერმანიის საერთოდ დამილეკავი მე თქვენ გაიმარჯვა თქვენ ნახალ და მოსაშუქრებენ 3000 ლარი და ესე არ გინდა ეს ბედნე წუთებს უნდა ესრო საერთოდან ჯერ არ დაურეკო არა ჯერ დაურეკოთ მაგრამ წუთებს იქნებ შე თვითონ დაურეკო დათუშა გაიგას მე რო დაურეკო რა უნდა რა და დიდი ბოდიში ნახატი რო გამოგიგზავნით მაპატიეთ მეც აღარ ვიზავთ ვიღაცა თოფის გარეშე დარჩა ვიღაცა სახლის გარეშე დარჩა ირა ძალიან კარგი უმორი იყო ეხა ეს ხო ძალიან მომეწონა ძალიან მიხალის აი ეს თოფი რა თქმა ეს რაც ხუმრობები გაქვს ჩაიწერე მიდი მე ეხლა ტყეში ცხოვი რო გამოვა მოუყევი ყველა ცხოველს მოკვდები ან სიცილი და მე გაღიმებული ცხოველები წამოიყვანე ჩვენ მიდი ერთი რა გავიშვი დილიდან ფერები რო არა მიშალო არ შეიძლება არა მარიკუნა არ მაძლევს ეს თოფს და შენ ნათესავია იქნებ შენი ქონიო ზემოქმედება ძალიან რა უთხარი კარგი ირაკლი რა ხო ხვდები არა გაწვალებს ფულს მაინც გათხოვებს თოფს რატო ნერვიო დარწმუნებული ხარ არა კარგი მე მივხედავ ამას მარიკუნა მიდი ჩანთა ჩამილაგე ძალიან თხოვ რა მიდი კარგი ქურთულს და შარვალს ჩაგიდებ და ჩათმები სად არის არ ვიცი ჩათმები ბათუმში რა უნდა ჩემ ჩათმებს ბათუმში ჯიბომ წაიღო ვინ მიცა ჯიბოს მართალი ხარ შენ ვინ მოგცა ხო ხედავ მარია რამდენ კითხვას სვამს შენი ხმა Hallo? Morgen. Aha, danke schön. საკონკურსო კომისია. რაღაცას მეუბნებიან, რა ვიცი, ნაინ რაღაცას მოდიან, არ ვიცი რა. გამომიტანე თოფი და დაგალაპარაკებ თუ რა გავწევ. აი, დამალაპარაკე. გამომიტანე თოფი. მიდი გამოიტანე, მომეცდე. შენი ხელით გამოიტანე. Schnell.
მომეც. Ხელი ხელში. Ხელი ხელში. დიახ. ალო. რატო შურველი? რა ხნე ხა? მოიცა ცოტა ხანი დავიდო. თუ არ დარიგის მეც წამოვხსანადიროთ, ა? ხო, წამოხვალ. სანადიროთ როგორ წამოხვალ? თოფი შენ არ გაგდა არაფერი. კარგი, გეღოძე მე არ ინერვიულო. რა ხდება ხო? გაჩერდი. რამინი, კარგი. რაო გამისკდა გული მითხარი ჩქარ, რაო. პოსტიდან რეკა. მე რაო. როგორ გადავიდა? გიგლა. დამთვრალა წუხე, ატეხილა, ანანო უნდა მოვიტაცოვო. ბიჭები ჩაუსვამს მანქანაში და წამოსულა თბილისში. გიგლა არ მოიდგენ. გიგლა ვაიმე გიგლა ვაიმე აი ჩემ ვაიმე აღაშივე თაბუდამე ხო აი ჩემი სიზმარი თამრი ესე იგი არ არსებობს პრებედინა მე ბაბთა გამიკეთო სიზმარში და რამე არ მოხდეს ვაიმე რამე ბინძია როგორ მეცოდე რას შეიძლება ძდება კაცეული ხბოზი არ უნერვიული ამდენ აი ძლივს ლაპარაკობდა ეს გიგლაც მაგარი ტიპია რა, მაგარი ტიპია ეს გიგლა. რა თუნდო და ბიჭების წამოყვანა ეხლა მოსატაცებლად არა. ერთი უპატრონო კუცა მოეყვანა თავის ფეხით გაყვებოდა ანანო. გაჩერდი ადამიანს, გაჩერდი. აი მე ესე იგი მეტი არ მინდა ანანო იყოს ან ლომთან, ან ნიანგთან ერთად რომ შეჭამონე შენი გიგლა. შეახრამ ერთი რა. კარგი ეხლა უყვარს იმასაც უყვარს ეხლა რა. იცი რა არის? აი, სუთყვილად მოყავს ის ბიჭები იქიდან. სუთყვილად. გიგლას გამოეგზანა ჩემთვის ერთი გოჭი და ჩემი ხელით გაუგზავნიდი ანანოს აკედან. ეხლა შენ დაიმშვიდობე აწი რამინის გოჭებს, ხო? ანანო თუ მაგათ რძალი გახდა, რამინის რძალი გახდა. ანანო არაფერს არ დააკვრევინებს ოჯახში. აჰა, ეგეც ხო. ვაიმე რა ვქნა გიგლაზე? არ ვიცი რა, უნდა გდეს რაღაცა ფაქტია რომ უნდა ვქნათ. ესე იგი ან ეს გოგო უნდა გავაფრთხილოთ, ან გიგლა უნდა შევარჩეროთ როგორმე, ან ქორწილში რა ჩავიცვა, ან საჩუქრად რა წავიღო. ან რა ვიცი, ასად იქნება ქორწილი, ამის დაპატიჟებენ, ასად გადაიხდიან, ა? ვითომ პანტის ქვეშ გაშლიან სუფრას? რა სისულელია თამრი ხლა გიგლას, რამინი თავის ერთადერთ ბიჭს ვაშკაც. პანტის ქვეშ დიდ რესტორანში უზარმაზარ ქორწილს გადაუხდიან. ფერი არ არის გამორიცხული. ბრანჭები და ცა. რა ვიცი. კარგი ქორწილი მართლა კარგი. ეხა მე რას ვფიქრობ, იცი? ომარი ბიძიასთან უნდა მივიდე და გავაფრთხილო, რომ გიგლა ეხლა გოგოს მიიყვანს მაგათთან. სხვა კიდე ვინ ყავს აქ? ვინ უნდა ნაზი. აი, ნაზი დეკარგა. ხო, ნაზი. ხო, იცით რას ვიზავ მე მაშინ წავალ ზოოპარკში არანოსიანებსაც გავაფრთხილებ. შენ გაჩერდი. შენ ხმას ნუიღებ. რა უქენი გუშინ ბახოს? რა უქენი, მართლა რას გავდა ლაშავა ხო, რა უქენი. კარგი ქეთევან, კარგი რა იყო თამარა. ჩვენ რა შუაში ვართ საერთოდ? რა უქენით? აქეთ დაგვათროს უყველა რა. აქეთ ეგ რა არის? იცი ალბათ აი ფიზიკურად შრომაში როა ხო? ფიზიკურ შრომაში ეს არ საქმეებს რო გაიგება ჯანზია, გაიგე და იტანს ამ სასმელს. ძლივს გავაღვიძე და წავიდა. რა, წავიდა? ძლივს. აჰა. ძლივს ჯერ მოვიდეს. კარგია ეხლა, ესე დაბახუსებს საარჩევნობაში გამოყავხარ თურმე. ეხლა აკვირდება იქ დიდი სიამოვნები დავაკვირდებოდი, რამე კაი ხაშთან ჩიხით მას რა. დიდი სიამოვნები დავაკვირდებოდი. ქორწილს პანტის ქვეშ რა ჩაიცვა დიდი რესტორანი პანტას მოუხდება ეგ. რესტორნის ქვეშ. ვაიმე წამოდი ხა წავიდეთ არჩევნებზე. ხო და მე გიგლას ამბავით გავარკვიოთ, ხო? ხო და მე რომ მოხვალ ის ეგზიტ პოლის შედეგები გამაგებინე. რა ეგზიტ პოლის? რა და სანამ საარჩევნობაში მიხვალ ეხლა მეზობლებს ხო გამოკითხავ შენ და რომ მოხვალ მითხარი. შენი ჭირიმე რა. კარგი რა ჩავიცვარ მანე. კაცა გადაიხდია.
მიხდება? ვა, ირა, სუფთა რემბო ხარ რა. თობი გაკლია და იქნები რემბო პროფესორი ჩხეიძე. ნერვები რო არ მოგიშალ. მარიკა. მიხდება მოგწონს? მე რა შუაში ვარ, ირაკლი. თავარია დათვს ან ტახს მოეწონო. გირჩევნია მაგდენ იმას სიცილს და მაიმუნობას მიდი თოფი გამომიტანე. გამომიტანე ის თოფი. რამდენჯერ უნდა მომცე და წამართვა და დამალო. მიდი გამოიტანე. თოფი. რა? მოდი. რა? თოფი რა თქინდა? აი ამ ჯოისტიკს მოგცე. რა ჯოისტიკს? რა ჯოისტიკს მოგცე და დაწვრო დაინახა მოტრიალებას და წაფსირბლის დააჭრე და გაიქეც. იცი რას გეტყვი? ეხლა შენ დააჭირე მოტრიალებას და სტრაფსირფილს. შენდი იმ ოთახში, იქ დააჭირე მერე თოფის აღებას, მერე დააჭირე გამოსვლას, მერე ხელის გაშვებას და მომეცი ის თოფი, გაიგე? ეს თხოვნაა თუ ბრძანება? თხოვნაა, ზურგისაკენ? ნაბიჯით, იარ, ეს თხოვნა იყო. მიდი. მიდი. მე გავაღებ ირაკლი. შენ ეს შემთხვევით ვინმეს ისარეგონო. და ქვია იმას, ბოევი კი არეგონო ვინმეს. რა გჭირთ თქვენ ეს ყველა სადმიდა? ვაშტა, მოდი. ვა, ირაკლი, უცეფის მეგონე რა ქვია, ბოევი. მაგიდე. ირაკლი, მე სად მივდივარ და მივდივარ სანადიროდ. სამინისტროს შემადგენლობა მივდივარ სანადიროდ. ამოგივიდა. მე შევალ ახლა ბავშვებს ხაპარს მოუყვები, მამა ექიმი და მონადირე. თორა ეს გადავწყვიტე წავიდეთ სანადიროდ. ბოევი კი არა, რემბოა. რემბო. შეგერაცვალე. მოიცადე ირაკლი, მოიცადე, შენ ხო არ გეშლება. რა? საქეიფოთ რომ მიდიხარ თუ სანადიროდ? სანადიროდ. სანადიროდ. აბა, სანადიროდ. რემბო არასდროს ასწავს. ის მუდამ ხიზელია. არის ჩიჩე. მომეცი ეგ თოფი, მომეცი ბევრს ვლაპარაკობ რა. ირაკლი, მოდი დაჯექი. კი ბატონო. ეხლა ჩვენ, ხო, იცი რა? აბან. გათიშული თრალი მოდის გიგლა ანანოს მოსატაცებად. რა მენის ბიჭი რა? ხო, მე? ხო, და ეს თოფი ჩვენ აქ უფრო დაგჭირდება ვიდრე შენ იქ. გიგლა ფრთხილად იყოს. ანანოს რამე ცხოველში არ აერიოს და სადმე არ ჩააბაროს. მომეცი ეგ თოფი, მომეცი გეუბნები. 20 ლარი. რა 20 ლარი? საათი 20 ლარი. ნუ ახლა 20 ლარი სამუშაო დღეებში და შაბათ-კვირას 30. გამომძალველია. ფაქტიურად. მაგ აი გძალავს რა. ხო, ბძალავ ეხლა მე. თუ. ირა. ოღონდ ტყუებსაც გატა, ხო იცი? ხო, ტყუებსაც გატა და არ დამიხარჯო ეხლა. ნადირი რო დავინახო არ ვესროლო? უნდა ისროლო? მაშინ მომეთ ნემსას ჩაუდებ მაგას. რო ისროლო რა. ჩაუდებ, აბა რა სიზავ? ის წარმოიდგინე რა, რომ ჩავჯდები ნომერში. ლაჟიკო. ხო და ასე რომ მოვა რაღაც ნადირი რა, რომ მორეკავენ ჩემნომერში რომ დაუბიზ. ბუზუ რომ ესრი, არა ირაკლი. ეკეშლება. აზე არა, ნადირობის აზე არა. არა, ეგრე კი არა. ბუზუ არის ავტომატი. ხო. თოფი არის ბუჰე. აი ვინ არის აზე ნადირი? აზე არა ხარ. რა არის რა ხასიათზე ხარ? რა ხასიათზეა? რა ხასიათზეა? ჰასტუხი არ მიგახში. კიდე. რა არის? ვერ გავიგე, ეს იუმორისტული დღე გვაქვს სახში თუ რა ხდება? აბა რა ხავსტუხი რა თვითონ ხავსტუხი? სერიოზულად გეუბნები ირაკლი, ჰასტუხი როგორ არ მიგახში? აზე არა ნადირი. მინისტრის მოადგილე კაცი ხარ. ცხოველი რო გამოვა დაგინახავს ესეთ რომ ჰასტუხი არ უნდა გეკითხა. დაგცი მოწინდა. აი მე. რა ვაიმე ეხლა არ მითხრა რომ მაიკოც არ მიქ. აბა უკო. ვინ მაიკო კაცო? შენი მდივანი მაიკო. მოიცადე, კარგი ხო? აი, გამოიფიქრე.
რა მოიფიქრე? კარგი, გაგახარებ, მიდი, დაიცალე, მიდი. რა აზი არ არის ეს ნადირობის. არა ვარ, მაიკო, დივალი მიმყავს ტყეში, ხო, რატო, მიდი, მითხარ, რა. რატო და მინისტრის მოადგილე, ჩემი დათო სწორად ამბობ. მინისტრის მოადგილე კაცი ხარ. იმის გარეთ შეიძლება ტყეში დასვლა, ჰა? წახვალ მაიკოს დასვლა ცოტა წინ. სადმე ხის ძირში რა, ჭtildeში რა. გრილად იყოს. ხო და სანამ შენთან მოვაცხობელი მაიკოსთან მივდე. მე მაიკო გამოუშვებ შენთან. აი ეგ არის, ეს არის უმორისტული და. აბა როგორ გინდა? კურდღელი რომ მივა პირდაპირ შენთან ხوار შემო, უნდა მიდეს მაიკოსთან, ესე არის წესი. აბა რა, აზე არ არის. მაიკო დაგირეკავშირო კურდღელია თქვენთანო. შენეთვე არ შემოუშავო. გასული ვარ, გასული მოატყეო და ტახი რომ ტახი გამოუში, ტახიო ჩემთანო. დაამთავრეთ ეს იუმორისტული დუეტი? ნახეთ. ამოწურეთ პროგრამა? სასიამოვნოა. მარიკა, ჩანთა ჩამილაგე? სად არის მარიკა? ნედუნდით. გამატარე ერთი და გამატარე. აი არის გეც. ახე. უყურე, ჰა? როგორი მაგარი მონადირია რა. იწუთასვე მიაგნო ბეღურის კვალს, ჰა? და ერასა, ყოჩახ. არის შენი ჩანთა. ოღონდ იცოდე, უკან ნანადირების გარეშე არ დაბრუნდე, ხო? რა გჭირთ, კაცო, დღეს გამაგინეთ, რო გამაგინეთ. რა ნანადირების გარეშე ბარაბარი ისთვის მიდივარ, ამ ხელა კაცი. ეხა შეიძლება. ნანადირები შეიძლება არ მოიტანოს. მე გაძლევ მაგის უფრო. მე დროზე. არა, თოფი. არც არ დამიტო, მომიტანე უკან. ვერ ახარ შენ რა, ვერ ახარ რა. თოფი დამრჩება მე ამ. როგორ დამრჩება შენ თოფი? წინის როლე, ხო? წინის როლე, ხო? წინ ხოლმე, ხო? ხილათ, აბა. როგორ შეგევიდა? წავიდა. ხო. მოხდი უკვე? ხმა არ მოიღო. ირაკლი ახლა რო გახვალ სადარბაზოში თამარი შეიძლება იყოს და ის კურდღელი არ გეგონოს არ დაგღუპო კაცო კეთებან ხო რა მინს დაურეკე რა ქენი ბობო გამორთული აქვს რა ვქნა გიგლას გამორთული აქვს რამის ველაპარაკი ხო და თუ რამე ახალი იქნება ყველაფერში არ გამორთო ტელეფონი რა სისულელია დამრიდა მომისმინე ხლა მთელი სამეზობლოს ნომრები ჩავაწერინე რომელიმეზე მაინც ხო დარეკავს არა ო ამან ოღონდ იქეი აი მე ლაშა გამოფხიზლდი ლაშა დარეკა რამინი რამინ მარა ხომ დამირეკა ხომ მაქაბარ და მიპოვოს შენ მე გამაგიშე და გადავა დარეკს აიმე შენ აღარ ოქრო აიმე დათო შენ ხარ მახარობელი დათო შენ ვალი აღარ გაქვს მაღაზიაში მოდი დაჯექი დათო შვენო საყვარელო დათულია რამა კარგი ქორწილი დათო კარგი ქორწილი ჩავჯდებით რა ქორწილი კაცო რეივს აპარატი რას ქვია რა ქორწილი რამინი თავის ერთადერთ ბიჭს გიგლას ისეთ ქორწილს გადაუხდის და თუნა ვაიმე რა ბედნიერი რა რამინი რა ქორწილი რეივს აპარაკობ კაცო დამირეკეს გერმანიის საერთოდან პირველ ადგილზე არა მაგრამ გარკვეულადზე გახვედა 500 ლარი პრემია შენია 500 ლარი მექნება 500 კი არა 440 60 ლარი ვალი გაქვს მაღაზიაში ჩამოიტა მე კიდე ვიფიქრე ქორწილი იქნება თქო და რაღაცა ის მიდი ერთი კეთებან კარტოფილი შემიწვი რა დამინახე დამჯდარი ჰა შეგიწვა ხო შეგიწვა კანიანად შევს სახს დავალაგებ დავიღალელოდინი და გავყო ნახე თამარმა სახს დავალაგებ შეხედე დათო რა ხდება ვახო არის დამკვირვებელია რა მოკლედ წასულია სახში არის და ქალის საქმეებსაც კი თამარი აკეთებს ყოჩახ მაგას არ შეიძლება ისე ყოჩახ დათო ყოჩახ როგორ მოიგე ყოჩახ მომილოცავს რა ვიცი როგორ მოვიგე და ჯერ გავაგზავნე ნახატები ხო მე გავაგზავნე ჩემი ბიოგრაფია მოიცადეთ დათო მოიცადეთ მე ხლა ცოტა მეძინება ხო და აი აქ წამოვწვევი და იცი როგორ დაიწყე გამბავი იყო და არა იყო რა აბა მიდი დათო დამთავრე წავედი მე კაცები რა ვერ ახალში მოიცა დათო მოიცა საწახვედი დათო საწახვედი და დავედი არა დათო მომხედე ხლა შენი გამარჯვების ამბავი არ უნდა აღნიშნოთ წავიდეთ სახინკლეში
მე და შენ იქვე ჩემი კლინიკის გვერდზე თაღლაურაში. წავიდეთ და ჰა. მე და შენ. ხო? წავიდეთ. ხო? დაფიქრდი, ხო? მე და შენ. ხო? შენ. კიდე ახლა. არა. დათო. რა? დაფიქრდი. ვახუ აქ არ არის, ნუ დამკვირვებელია. მე ირაკლი სანადიროთან წასული. მე და შენ წავიდეთ იაფად გამოხვალ. აი მე ესა ლაშა როდის წავიდეთ იცი? შენ რო არ გეცლება მაშინ. და მე ვინც გინდა ის წამოვიდეს. უფრო იაფი დამიჯდება. შენ გეძინებოდი. და იცი, მოიცადე დათო, შენ ხელოვანი კაცი ხარ. ხელოვანი კაცი ხარ, მხატვარი ხარ და წარსულში არ უნდა იყურებოდე. მე კი მეძინებოდა, მაგრამ შენ მომავალს უნდა ჭრეტდე. თან იმდენი მელაპარაკე, იქ სახინგრეო, იქ რაღაცაო და აღარ დამეძინება. კარგი ხო, კარგი, დამღალე რა. დავიდეთ. კეთევან. მე და დათო მივდივართ სახინკლეში. აჰა, ესე იგი კარტოფილი აღარ შეგიწვა, ხო? კეთევან, შეწვიე, სულ კი ავჩები. კი ვერ მიხვდება ახლა რომ მოიტანოს. სალომე. მოგაქვს წვენი? ხო, ახლა. ეს ხო ჩვენი მაღაზიის წვენია. აი მე არა. ჩუმა. ვაიმე. დაჯექი სალომე, დაჯექი რაღაც ახალი ამბავი უნდა გიქ. მოდი სანდრა შენც მოდი დაჯექი. ჩვენი ნათესავი, გიგლა ხო იცით რა მინის ბიჭი? ანანოს გიგლა. ხო და ჩვენი გიგლა რა მინის ბიჭი წამოსულა თბილისში, ანანო უნდა მოვიტაცო. კარგი რა, კეთევა. რაღა დროს მოტაცება მე-20 საუკუნეა. 21 სანდრო 21. ო, კარგი რა მოხდა, ერთით შემეშალა, ხო? მე კეთევა. ჩვენი გოგოც ვაიმე ჩვენი გოგო მოვიდა. დაჯექი გოგო იცი როგორი კარგი ამბავი მაქვს შენთვის. უნდა გაგახარო ანანო. შენი გიგლა წამოსულა თბილისში, ანანო უნდა მოვიტაცო. მართლა? მოიცა მე? ვაიმე? არა, ანანო, ნუ გეშინია ეხა. ვიღაცა სამტრედიელს მოვატაცებინებ შენ თავს? შენ თავს მოვატაცებინებ ვიღაც? კაი, რა სანდრა მოიცა და მომიტაცოს, არა ის რომელი საუკუნეა? 21. სანდრო დეიდა მომისმინის ვიღაც სამტრედიელი კი არ არის. იცი რა ვაშკაცურად არის გაზრდილი ჩვენი გიგლა 6 წლის იყო პირველად მეზობლის ცხენი რო გაიტაცა. ხო, აი ხმა სულ ყურებში მაგ ეს არ გამომდის ყურები. ანანო ფრთხილად უნდა იყო. ო, კაი, სალომე ფრთხილად, რა ვიცი ხე მე როგორ ვიყო ფრთხილად. როგორ და ცხენიან კაც თუ დაინახავ გაიქეც. მოიცა? აი, ეკავს ცხენიანი კაცი. ჰალო. ანგელოზი ხარ და გამხდი. ო, სალომე გიწევი, ყავა მომიტანე რა. ნუ გეშინია. მე ვიქნები შენი პირადი მცველი. ვაიმე სანდრო, ვაიმე ესე იგი შენ რა ლონდონში ნასწავლი მოერევი ახლა სამტრედიაში გაზრდი. ვაიმე. დაცვალი მე რა უკდა და უყვეს. არო, მე მაცადე. ბიჭო, მომისმინე შენ. მომისმინე, ამ ნომერზე მეტი აღარ დარეკო, გაი. რა ხმით მელაპარაკები, ბიჭო? ჰა? ვაიმე. ბებია შენი იყო და გაი. შენი ხარა სანდრო, რა თმინდა ახლა მე შენი დაცვა. არ მეშინია არაფრის, ხო არის. ნო, ეგრე არ ეშინო და ბაბუაჩოც რო ჩამოუქროლა პრებედინა მცხენით და
ხვია ნაბადში. პრეპედინა იცი რა ქალი, აი ხარბეჭი ქონდა. საყვარელი ხო ძენ? მე დაჩვეს ანანოს როგორ უყვარს ცხოველები. შენი ციგიგლას როგორი ლამაზი და კარგი ცხოველები ყავს, ვაიმე არაჩვეულებრივი. იქ ძროხას მოწველი ანანო, იქ ღორები ქათა მინდა ური საფქებინება. მე დაგიცავ. არ დალიო. არ დალიო. რა? მე აქ ჩემი ფუნქციები მაქვს შესასრულებელი. ნუ დაგავიწყდება, შენი პირადი მცველი ვარ. ვაიმე, შენ სიმოკილისას. ეხლა შეგიძლია დალი. ვაიშე. რა გადავლიო სადო დამილიე? მომაშორე. არ გახვიდე. ვიცადე? პერიმეტრი გადაკეთეთ. ობიექტი გამოდის. წავიდა. ობიექტი გამოვიდა. პირველი გამოვიდა. ვაიმე მომაცილეთ რა. ეხლა რა? არც ერთი არ არის კარგად. აიმე დათო. აი ისე გამიხარდა რომ მოიგე შენ ხო ის ფული რომ აი ისე გამიხარდა სიხარულისგან აღარ ვიცი რა შეუკვეთო. მე შეუკვეთო მაშინ. ესე იგი 20 ხინკალი. 20 ხინკალი. დათო 20 ხინკალი გვეყოფა ეხლა ჩვენ? ედუარდი ხო? დიახ. 22. ედუარდ მე შეუკვეთავ რა. 40 ხინკალი. 40 ხინკალი. 2 მწვადი. 2 კაბაბი. ირაკლიც. რა? რა ირაკლი? ეხა იმ კუბესთან ირაკლი არ დგას, ჰა? მართლა ირაკლია. უკაცრავად. აი კუბეში ვინ არიან? აი იმ კუპეში ჯანდაცვის სამინისტროს ხალხია, დილიდან ქეიფობენ. ეს მინისტრის მოადგილეა ირაკლი. იცნობთ? მე? არა, გენაცვალე საიდან. საიდან დავიცნობდე? პირიქით გამიკვირდა ეხლა რომ ახლა გამიხარდა ძალიან. ძალიან გამიხარდა რომ ესე ცოცხლად ხედავ მას. აი, გაჯარებული ვარ ისე გამიხარდა. ძალიან ხიარული კაცია. ცოლის ბიძაშვილზე ეყვება ისეთ რამეებს, რომ დავიხოცეთ ციცილით. რას ყვება? რა ვიცი, ვერ დავიმახსოვრ. ყვისა, ზედმეტ სახელად კოსტუმა ქვიაო. კარგად აიმახსოვრე. მეზობელ ბუშზე არაფერს აკება, არ ვიცი. რამეს შევკვეთავთ კიდე? დიდი სიამოვნები. დიდი სიამოვნები შევკვეთავთ. ჯერ ეს მოგვიტანეთ, რაც შეგიკვეთეთ და დანარჩენს მე ვიფიქრებთ. კი ბატონო, ჯერ ეს და დანარჩენზე მე იყოს. კარგად გილაც კი წამოსულა სანადირო. ამის გულთვის გამოვარდო თოპი, კარგი რა. ო ისე მართლა კარგ ნომერში ზის რა. თავისი ფეხით მიდიან ცხოველები, ზოგი შემწვარი, ზოგი მოხარში. მე დავეკ კოსტუმა მანახა, რანაირი კაცია. აუ, რამდენი კაცია. ამოდი ხა პირდაპირ მივადგეთ რა. კარგი, დათო, სადღა მიადგებ. დათო, რა ვქნათ იცი? დაფიქრდი. დაურეკე ეხლა და უთხარი სათხარო. არ გაინტერესებს რას გეტყვის? ხოჭა. ეს მომეწონა. ეს მომეწონა. აუცილებლად დაურეკა. ეხლა დაურეკა. რაც გინდა ის შევკვეთე ეხლა. მე? ხო, ოღონდ ზომიერად. ზომიერად. იყოს და მე შევკვეთავ. ალო. რემბო მინდოდა? აბა, რა ხდება რემბო? ნომერში ზიხარ და ღორს ელოდები? ხო. რა ხმაურია, რა ხდება მანდა? მარეკები ყვირიან? მარეკები ყვირიან. და რას ყვირიან, რაო? დიდხანს რაზე არ შეიძლება გაჩერებაო? მარეკებს უყვირიან, ნუ გაჩერდებიო?
რაღაცა არ მესმის ირა ძალიან მაგარი ხმაურია მანდ რა ხდება ხო მშვიდობა ირა ეხლაც არის ხმაური? ჰა? ხმაურია კიდე? არა ახლა აღარ არის ხმაური ეხლა მესმის კარგი გესმის? კი მესმის რა ხდება რა? ხო არ დაიღალე ირა ძალიან დავიღალე რა რამდენი სიარული უნდა თურმე ამ ნადირობას გავგიჟდი რა ვიარეთ და თან ლუკმა არ გვიჭამია რა კარგია გახდები ხო გავხდები ბატონო ირაკი მწვადიც მოვიდა დათო აი ხა მარეკებმა მანიშნეს ღორი მოდისო შეცკენო ხო და უნდა წავიდე მე ნომერში ისევ რა მიდი არ გაცივდეს რა არა იმან რა ქვია ლაშამ მითხრა ხო თბილათაცვი არ გაცივდესო ხო თბილათ მაცვია თბილათ ეს ლაშაც არის რა ერთი რა ისე მაგრად სანადირო ადგილ ჩვენ ფაქტიურად სანადიროდ ყოფილიყო არ ვწოდნი არ ვწოდნი აი თქვენი ხინკალიც მოვიდა ბოდიშით ცოტა დამაგვიანდა არა კუპეში გამაჩერეს და ხო არაფერი დილიდან ქეიფობენ ძალიან ასლომები არიან და მიდი ლაში გადაი ისე კიდე ყვება ჩემს კოსტუმაზე კიდე ყვება არა ეხლა ვიღაც მონტებზე ყვება არ არის საჭირო კიდეც ჟამ ედუარდი ხო? ედუარდ მოდი ჩვენ ასე მოვიქცეთ მწყერი ხო გაქვთ? მწყერი გაქვთ ძალიან კარგი იმ სუფრაზე კუპეში წაუღეთ ერთი მწყერი ოღონდ არ უთხრათ რომ ამ სუფრიდან არის გაგზავნილი გასაგებია ახლავე მივართ ძალიან კარგი დაენაღლება რა ეხა აქ არის სანადიროთ ირაგლი წამოსული მე ხვალ პახმილეზე გამოვა ხაშზე წავა სათევზაო და ესე რა აი ასე რა აი ასეთი მაგარი იყო ხო და ისა მე სად გავჩერდი რას ვამბობდი ნომერში რო ვიყავი მარიკუნა ნომერში რო ვიყავი და უყურებ და გამოდის განსხვავებული ცხოველი რა ვიცი ხა მე ეგეთი განსხვავებული არასდროს არ მინახავს რა ყველამ კი ვერ ესროლა მე მივედი დავაყარე ვესროლე ბოლომდე ვესროლე იმ განსხვავებულს რა ისეთი განსხვავებული იყო გიჟდები ნადირობის ისტორიების მოსმენას გახსოვს ილზარო მიხაილო იქო სამწედეშიო ბევრი ადგილებიაო საჯავა ხანებში ჩხართვი და შაშვი მყავს მოკლულია ირაკი და ადგილი კარგი იყო აუ სასწაული მარიკუნა რა ულამაზესი ხედები სუფთა ჰაერი ესეთი აი გაგიჟდები ისეთი ბუნება რას ლაპარაკობ ირაკი ჩვენ ქვეყანა გვაქვს ისეთი ჯერაწყალი გვაქვს აბა ნადირი ბევრი იყოო აუ ჩიტის რძე არ აკლდა ტყეს რა და გოგი მოკლა რამე ხო არ გაჯობა ქეთევან ნახე რას მეუბნება რა გოგი მოკლა რამე ხო არ გაჯობაო ეხლა ნერვები გინდა ხო ნერვები უნდა მომიშალოს ქეთევან მარიკა გოგი რასაც მოკლავს მე იმას ყურში ჩავისვავ რა დაბრუნებულა მონადირე კი ხიბზე ეთყობა კარგად უნადირია მოდი და ახლა უყვებოდი გოგუებს ჩემი ნადირობის ამბებს რა ცოტა ისეთი იუმორნარევი ის ქონდა თხრობა რაღაცა და თქვენც მოусმინეთ მოდით რა მე ძალიან მაინტერესებს მართლა მოკალი რამე რა მოკალებს აბა მომიყევი რა ტახი მოკლეს ტახი ეს ქალაქური თუ მთიულური მართლა მოვკალეთ ხო ახი მოკალი თუ თამადა გოგუებო იქაც ტყეში რო იციან ნადირობის დროს ცოტა დალევა გადაკრა რაღაცა ამას გულისხმობენ ალბათ რა ნუ მივაქცევთ ყურადღებას რა შურიანები არის სასწაული შურიანები კი ირაკ ხო რა მაინტერესებს იცი დათოსავით ხო არის ნადირე შენ შინაურ ცხოველებზე არა
ნადირზე ვინადირეთ რა. ნადირზე, ესე იგი ჩასაფრებული ხო ვიყავით? ხო. თავიდან არაფერი მოდიოდა. არაფერი არ მოდიოდა. ხო, თავიდან არაფერი არ. სულ არაფერი არ მოდიოდა და მე დაახალეთ კარტოფილს, ხო? იცინე შენ, იცინე და ირაკლი მოკლა მწყერი. ჯოჯო. რას მელაპარაკებ? მართლა? დიდი მწყერი იყოი რა? არა, პატარა. პატარა. დიდიც იქნებოდა, მაგრამ ცოტა ძვირი ღირდა ის. აჰა. რა ღირდა ძვირი რა? მე ვარ იმ ადგილებში ნამყოფი ქეთებან. მეც ხო, კი, მაგ ჭალებში ვარ ნამყოფი, მანდიცის ძალიან კარგი წიწილა მაყვალში. ბაბა. გამოდი ვერთხელ დამემტრო. კეთევან ვიშოვე ის გადასაფარებელი რომ მომწონდა. ხო, ვიშოვე ასეთი ორნამენტები რომ აქვს რაღაცნაირი და ვიშოვე გადასაფარებელი. ხო და ისა შეიყვანე ანახე გოგოებს. არ მინდა მე ვნახე. არა, რატო იცი, ჩვენ საძინებელს არ მოუხდა და მე და მარიკამ ვიფიქრეთ ღლონტებს ვაჩუქებთ. ვაჩუქებთ, მარიკა წამოდი შენ ჩემი. წამოდი მარიკა წამოდი. მიდი მარიკა ვნახე მარიკა. რაღაცნაირი როა. ხო, მიდი აჩვენე რამე, აჩვენე. მეორე მხრიდანაც აჩვენე ის, იქიდანაც იფარება. რა მწყერი, რა ძვირი მწყერი, რა მაყვალი. ირაკლი, ჩვენც ვიყავით იმ ჭალებში. ხო და ეგ ცოტა გვერდით ფერდობზე ვისხედით. და სხვათა შორის ის მწყერით ჩვენ ავაფრინეთ. და შენზე არის 8 ლარი რო არ დამავიწყდეს მე. ათილარი და მარიკას არ ეუბნები. მოდი ირაკლი. მოდი ჩემ, მოდი. ირა. 20 ლარი მომეცი და ლაშასაც არ ვეტყვი. მასხარა ხარ რა, მასხარა რა. ლეჟედელვეტყვი. როდის გეკნება ნეტა შენი ფული რომ დავისვენო რა. მაქვს უკვე. გააქვს? მომივიდა. პასუხი და პრემიაც იმ საერთოდან. გამიმარჯვე გინდას. აბა მე რატო გამომართვი? მომეცი რა ჩემი. თამარ და ქეთევანი აქ არია? მარიკა, ხო კიდევან ეს ზოლიანი შენ კოპოკრული მე. ხო რა გამოდის იქ თამრი მე დაგასწარი. მე მითხრა პირველი მარიკა, ორი შვილის დედაა, ცოტა ანგარიში. შერდი ერქვა სანდრო. სანდრო. მოდი, სად არის ანანო? ანანო სად არის? მოდი. ანანო? ხო სანდრო. საიდუმლოა. საიდუმლო ბიჭო, რა საიდუმლო. ქეთემანი ვარ და თამარია, რა საიდუმლო. გამომართვი ეს ერთი წუთი. რა საიდუმლო. მანქანაში. სად არის ანანო? მანქანაშია? ცოდუა მარტო მანქანაში ვიხარი ამოვიდეს. ვერ ამოვა. გასაღები არა. რა გასაღები? მანქანა. აი, რა მანქანის რა? რა გასაღები? გასაღები მანქანა. აბა ვის აქვს? ერთ კაცს. ვინ კაც? სანდრო, შენ ხო არ გაგიჟდი, სანდრო? რა ისიც მანქანა იმ კაცს. სანდრო, სად არის ანანო? არ არის ხალხო, ჩემი ბრალი მართლა დედასპიცა ვარ. შევედი, არაფერი შევედი მანქანიდან გადმოვედი, ჩემი მანქანაში შევედი მაღაზიაში. გამოვედი და უცებ ხედავ ანანო ზის ვიღაცის მანქანაში და ხელს მიქნევს იქიდან ეს. ვაიმე. ვაიმე გოგო მომტაცეს! მე რა მოხდა? აიმე გიგლა მოიყვანა ცოლი კეთინო. რა მოხდა შენ გამარჯვებული შენ? აიმე რა მოხდა? რა მოხდა
და ბიჭებო, დღეს დილით დარეკა რამინი ბიძია, რამინი დარეკა დღეს დილით რამინი ბიძია, დარეკა შევა. გიგლა წამოვიდა თბილისში, ანანო უნდა მოიტაცოსო. მერე სანდროს ჩამაბარე და ანანო მიხედე და მოუარეთქო და აი მოიტაცეს, აჰა, მოიტაცეს. კეთინა დამინია. გაუნიავე კეთინა. გავგიჟდები რა, გავგიჟდები, გადავირები. არა და კეთება ხო იცოდი შენ რამე დიეტის დაწყებას ვაპირებდი, მაგრამ რა ვქნე ხა ქორწილია დაბა. ხო. გაჩერდი. არა, რა მაგარი ქორწილი იქნება? აბა. რა მაგარი ქორწილი იქნება წარმოიდგინე. რამინი ჩამოვა ლიმუზინი ურემით. ორი თეთრი ხარი იქნება შემოვლეწი. და ანანოს წამოყვებიან უხილიან ჩიტები სამტრედიიდან. კარგი, რა ქორწილი ხუმრობის დროა ახლა. ხო იცით არა რომ ანანოს არ უყარს გიგლა როგორ გაყვება ცოლად? აი როგორ? თოფი! თოფი ვაზრები და მდევარი. აუ! თოფი. რა აუ თოფი. სადაც ჩემთვის. დამრჩა. აუ კი არა ირაკლი. ვაი! ვაიმე ისევ დაკავებაა და ვაიმე. კიდე დარეკე დაო. ხო, დარეკე დაო. ვეცდები დაო. რაო დაო დამ. კარგი, გაჩერდი რა, არ მეხუმრება ახლა ირაკლი რა, ხუმრობის დრო მაქვს ახლა. ბოდიში დაო. ალო. სად? რა არის? კედელზე არის მიყუდებული, იქ დავტოვე შესასვლელთან. უთხარი ოფიციალს და მოგაძებნინებს. კარგი. კარგია, ირაკლი, კარგი რა. უთხარი სახლში რომ გაქვს და ოთახში მავა, უთხარი. არა უშავს ეძებოს. არაფერი მოყვა. ვაიმე გავე. მიდი, აბა მიდი უთხარ. რამინი. თამარი ვარ. ხო, დაშვებით. რა ხდება? გიგლაზე და ანანოზე. რაო? კარგი. რაო დაო? გიგლა სახშია და სძინავს. აბა ვის გაყვა ანანო? არ ვიცი ცოლო.